სვანეთში დღეს კიდევ რამდენიმე ობიექტი გაიხსნა, მათ შორის ჰოსტელის სეტი, რომელიც ერთდროულად 46 ვიზიტორს მოემსახურება. ეს მესტიაში სტუმრების განთავსების კიდევ ერთი ობიექტია. ის ხელმისაწვდომია ყველასთვის. ობიექტში ამოქმედებულია ვარდების რევოლუციის ბარი, სწორედ ვარდების რევოლუციაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის დრო, როდესაც სვანეთის ცენტრში მოსახვედრად 7 საათზე მეტი სჭირდებოდათ. თუ იმას აინტერესებს, დასარგებლო მოიტანა ვარდების რევოლუცია. აი ის რომ ხალხმა გამოვიდა, ხალხი გამოვიდა ქუჩაში და თქვა რომ გვეყო აღარ შეგვიძლია, ამოვიდა ყელში უშუქობა, უდენობა, უშუქობა, უგზოობა, კრიმინალის დარეში, უბრალოდ გამოთაყვანებული მთავრობა. უგანად განათლება არა, ხალხი გარბოდა ქვეყნიდან, ყველა მიმართულებით. და ყველაფერი და უიმედობა და ცინიზმი, ხო? ვისაც უნდა თქვა, აი ძალიან კარგი ადგილია ვარდების რევოლუციის ბარიშვის. ძალიან კარგად მოვფიქრებიათ, იმიტომ რომ აა ნახოთ მესტია, იმიტომ რომ აქაც მოვიდა ვარდების რევოლუცია. აქამდეც მოაღწია და თან მოაღწია ძალიან მაგარი გზით. მე საარჩევნო მიტინგი აქ რო ჩავატარებ ვარდების რევოლუციამდე 2 კვირით ადრე ჯერეთი მითხრეს რომ ხეობაში რომ შემოსულიყავ მინდოდა ადგილობრივ კრიმინალებს უფლება და ნუ ამაზე რა თქმა უნდა ცივი ვარ ვთქვი და დავემუქრე რომ არ უნდა გამოსულიყავ და მეორე 7 საათი მომდით აქ ამობუღებას ჯიპებით და დაგვთა ანუ აი სრულიად ძალიან ხირსების მქონე ხალხი ძალიან რაღაცნაირად ვცდილობდნენ რომ წელში გამართული ყოფილიყო მაგრამ ნუ აი ძალიან უიმედური პეში ყოფილი და ძალიან სასუც არ კვეთილი და შეხედეთ მაშინ დაიყო და რა არის დღეს რა თქმა უნდა უამრავი პრობლემა კიდე მაგრამ წარმოვიდგეთ მაგალითად განსაკუთრებით უცხოელების არის ძალიან საინტერესო და სულ ამ ინფორმაციის კითხულობენ და ისტორიას ავიწყებოდი